შემეცნებით საგანმანათლებლო პროექტი რადიო კინო მზადდება სტუდია კოცის ბაზაზე. პროექტის ხელმძღვანელი კობა ცხაკაია. როსტომ ჩხეიძე, შავი ჩოხა. ქაქუცა ჩოლოყაშვილის ცხოვრების ქრონიკა. თავი მე-18. ქაქუცა ჩოლოყაშვილი კარიბჭესთან. აჯანყების თარიღად 17 აგვისტო რომ დაითქმოდა, ქაქუცა 10 დღით ადრე თბილისის მიდამოებს ჩამოაკითხავდა. წყლულეთსა და ნახშირ გორას შეარჩევდა დასაბინავებლად და სამოქმედოდ, რათა აქედან უფრო გაადვილებოდა დამოუკიდებლობის კომიტეტთან ურთიერთობა, თან ალექსანდრე სულხანიშვილსა და ალექსი ფეიქრიშვილს იახლებდა. სამი კაცის ტრიალი ბევრად ხელსაყრელი იყო ამ რაიონში. ისე დასძენ შეფიცულთა რაზმის ბიოგრაფი იგრძნობა, რომ ბელაც თავიდან მარტოს განეზრახა აქეთ წამოსვლა და თანამებრძოლებს გადაეთქმევინებინათ სწორედ ამ მოტივით, რაც უნდა იყოს ერთის ყოფნას სამი კაცის ყოფნა ემჯობინებაო. განა ქაქუცამ კი არ იცოდა, ორი მარჯვე და გამოცდილი შეფიცული ძალიან რომ წაადგებოდა ვითარების დასაზვერად, გამოსარკვევად, ურთიერთობათა გასაბმელად. ეგაა თითო შეფიცული 1000-ად უღირს, რაც უნდა იყოს, მათ უნდა უმეთაურონ ყოველი მხრიდან დაძრულ სახალხო მოლაშქრეებს. მათ დაყოფას დიდ და მცირე გუნდებად. ყველასათვის თავთავისი ადგილი შეურჩევია ქაქუცას, ალექსანდრეც და ალექსიც შესაფერისად გაუნაწილებია და მათი წამოყვანით კი გონებაში აგებული განლაგება დაერღვევა. დაე მარტო შეეცადოს თბილისის მიდამოებში ტრიალს. მისი სიტყვა რომ კანონია, მაგრამ მოგეხსენებათ, ხან კანონებიც ირღვევა, მით უმეტეს ქაქუცას ნაირ ხათრიან პიროვნებებს უძნელდებათ მტკიცედ დადგომა ისეთ გადაწყვეტილებაზე, რაც შეიძლება ისე შეიცვალოს, დიდად არაფერი დაზიანდეს. ბოლოს და ბოლოს იმ ორ კაცს სხვანი შეენაცვლებიან, ისინი იტვირთებენ დუშეთის ტყეებში დარჩენასა და იმ სახალხო რაზმების დახვედრას იქ რომ უნდა მოიყარონ თავი, ვიდრე დედაქალაქისაკენ დაიძვროდნენ და 25 თებერვლით გაწყვეტილ 26 მაისთა რიგს კვლავ აღადგენდნენ. ნიშანს მიიღებთ თუ არა, მაშინვე ჩემთან გაჩნდებითო, იბარებდა ქაქუცა ჩოლოყაშვილი და მოუძღოდა იმ ორს, რომელნიც გზაში არ წმუნებდნენ. შენს გვერდით უფრო აუცილებელნი ვართ, ვინ იცის რისთვის დაგჭირდეთ და სად უნდა გვითვალო და გველოდო. პირველ ყოვლისა ხშირად უნდა გაეგზავნათ კაცი იმ გარემოს დასაზვერად და შესასწავლად, სადაც მთავარი ჩეკა მდებარეობდა, ყოფილი ქართული გიმნაზიის შენობაში და მემუარისტი თავს ვერ იკავებს რომ არ ჩაურთოს. აქ გაიზარდა თვით ქაქუცა და იქვე დავიარებოდი მე ცოტა ხნით, ვიდრე იმ ახალ შენობაში გადაიყვანდნენ, რომელშიც დღევანდელი უნივერსიტეტიაო. ჯერ უნდა დადგენილიყო, ვინ ცხოვრობდა ჩეკასთან ახლომახლო, რათა ევარაუდათ, თუ მოხერხდებოდა რამდენიმე კაცის დამალვა სანდო სახლში, მერე და დაზუსტებულიყო, თუ რამე შეცვლილიყო იმ ქუჩაზე, სადაც ყარაულები დაეყენებინათ და რაც მთავარია, რა ძალა იცავდა ამ შენობას. ქაქუცას ასე ჩაეთქვა, ჩეკას შეფიცულნი უნდა მიადგნენ მოსანგრევადო. სხვა ვერავის ანდობდა ამ ყველაზე საპასუხისმგებლო არეალს. ამასობაში აგვისტოს პირველი რიცხვებიც დამდგარა. შეფიცულთა მოკავშირეებს ამ მიდამოებში საქმიანობა გაუცხოველებიათ. გზაზე არიან გაკრულნი, მალე მსრბოლნი, მიაქვთ და მოაქვთ ცხელცხელი ამბები. ალექსანდრე მაინც და მაინც არ იცნობდა იმ არემარეს,
ის ისაა ეთვისებოდა და ამიტომაც დანამდვილებით ვერ დაიმახსოვრებოდა იმ ადგილს, სადაც ეკლესია იდგა, მაგრამ როგორ გამოეტოვებინა თხრობისას ის კანონზომიერი შემთხვევითობა ამ წმინდა კერის მოლოცვა რომ მოუხდებოდათ. ერთ კვირადღეს ჩამოივლიდნენ იმ ეკლესიის გვერდით, ასე 11 საათისთვის. შენობიდან რამდენიმე ქალვაჟი გამოვიდოდა, სიცილ ხუმრობით გამოცდებოდნენ ეკლესიის ეზოს და ისე გაუყვებოდნენ გზას, იმათ ზედაც არ შეხედავდნენ. მათი საქციელი ადვილად მიგვახვედრებს, რომ ეკლესია ამ ქალვაჟისათვის არამწტუ წმინდა ალაგად არ მიიჩნევა, არამედ დრო მოჭმული ჰგონიათ ისიც და ის მღვდელმსახურებაც, ვინც ჯერაც ლამობს ქრისტიანული რჯულის შენარჩუნებას, უღმრთობის მრისხანების ჟამს და თავისი მოვალეობა სხვა ხელობაზე არ გადაუცვლია. კარი ღიაა და ქაქუცამ თანამებრძოლთ უნდა შესთავაზოს. მოდით შევიდეთ. ეს ფრაზა რომ არა თანამებრძოლებს შესაძლოა ისე ჩაევლოთ ეკლესიის გვერდით, არ მოფიქრებოდა ჩიქ შესვლა და სამთლების დანთება. ცხადია ღვთისმგმობელი არც ერთი არ არის, როგორც საგანგებოდაც აღნიშნავს მემუარისტი, მაგრამ არც დიდი მორწმუნეობითა და ეკლესიურობით გამოირჩევიან. ახლა კი ეს შეთავაზება ძალიან იმოქმედებს ორივეს გულსა და გონებაზე და სულად სხვა სითბო ჩაეღვრება სხეულში და არამწტუ ფეხათრევით არ შეხვებოდნენ ბელაც, გონი კიდეც შეასწრებდნენ იქ შესვლას. ეკლესიაში მღვდელის მეტი არავინ დახვდებოდათ. ალექსანდრე მიახლებოდა და თავიანთ ვინაობას გაუმჟღავნებდა. ქაქუცას ხალხი ვართო, თუმცა ამას კი დამალავდა, რომ ბელადიც მათ შორის იმყოფებოდა. დამალავდა ვითომ, განასულიერი მამა თვითონ კი ვერ იგუმანებდა, ვინ მოსდგომოდა ღვთისამსახლს. მღვდელი თუ ჭილობში იცნობა, არც ქაქუცა ჩოლოყაშვილის ამოცნობა გახოლდათ ძნელი არავისათვის, მით უფრო სულიერი მამისათვის, ვინც დიდი პატივით მოეპყრობოდა შესულთ და ხურვალედაც დალოცავდა. ესენი სთხოვდნენ თუ არა, სანთლების ანთება გვინდა და შენც დაგვლოცეო. სანთლებს რომ აანთებდნენ, კიდევ 15 წუთს დაყოვნდებოდნენ ეკლესიაში. ამ რიტუალს აკი არც შვენის მაშინვე გამობრუნება, თუ ერთხანს დუმილში არ ჩაიძირე. თლა ჩაძირვისა კი რა მოგახსენოთ, რადგანაც სამივეს ცალი თვალი კარისაკენ უჭირავს, ეშმაკს არ სძინავსო. ნიშანდობლივი სურათია მეფისტოფელური ეპოქისათვის შესაფერისი, ეკლესია ტაძართა შემოსვლისა და სამღვდელოების დევნა აწიოკების ჟამს, ეს ეკლესიაც და ეს სასულიერო მამაც, ვინ იცის, ყოველ წამსაა დასაღუპავად გამწირული. სამი შეთქმული ანთებულ სანთლებთან რომ დამდგარა და იდუმალ ხმას მიყურადებულთ, თვალი კარისაკენ გაურბით, ვაი თუ აქაც შემოგვეჭრანო. მაშინ ბრძოლის არენად გადაიქცეოდა ის ეკლესია. რა? ეკლესიები მაინც ბრძოლის არენად გადაქცეულიყვნენ? 17 აგვისტოს ახლოვდებოდა და დამოუკიდებლობის კომიტეტიდან უარესი და უარესი ამბები მოდიოდა. მთავარი მიზეზი პარტიული გაწევ-გამოწევა. ზუსტად იგივე მეორდება, რაც ხევსურეთის ამბოხებისასო. შესჩივლებდა ალექსანდრე ბელაც, ის კი ერთს დანანებით რომ გადაიქნევდა თავს, მაშინვე მოეგებოდა გონს და ხმაში ფოლადი ჩაეღვრებოდა. აღარ უნდა განმეორდეს. მაგრამ როგორ გინდოდა აგერიდებინა ის, რაც მთლად შენს ხელთ არ იყო.
ამიტომაც ქაკუცა ჩოლოყაშვილის ხელთ უნდა გადასულიყო დამოუკიდებლობის კომიტეტი. ეს კი არ მიყურადებოდა მათ ბრძანებებს და იმად გაეთვალისწინებინათ აჯანყების მეთაურის ყოველი რჩევა თუ გადაწყვეტილება და არც ზედმეტად ჩარეულიყვნენ მის საქმეებში. ეს ღუპავს ყოველთვის ქართულ წამოწყებას, ჯიბრიანობა და ქიშპობაო. თავისას წუხდა ალექსანდრე და მოუთმენლად მოელოდა, როდის გადავიდოდა ერთპიროვნული მთავარსარდლობა ქაკუცა ჩოლოყაშვილის ხელში. ჯერ მაინც დამოუკიდებლობის კომიტეტი რომ ეცილებოდა, უთმობდა და ვერც უთმობდა, რადგანაც თვითოეული წევრის უკან პოლიტიკური პარტია იდგა. იმათ კი თავთავისი წილის დადგენა ეჩქარებოდათ და ქაკუცასათვის არ ემეტებოდათ სრული გავლენის მოპოვება. ვინ იცის, ბოლშევიკური მთავრობის დამხობისა და რუსეთის გარეკვის შემდეგ რას და როგორ გადაწყვეტს. მის ნებას რატომ უნდა დავემორჩილოთ, ამიტომაც სჯობს თავიდანვე დავიჭიროთ თადარიგი. სამხედრო კომისიას თავისი გასაჭირი ადგა. ერთი მეორის მიყოლებით დაატუსაღებდა ჩეკა გიორგი ფაღავას, გიორგი წინამძღვრიშვილს, ბელთაძეს, კახიანს და ხვდებოდი, რომ თუ ყველაფერს ვერა, ბევრ რაიმეს მაინც დააცდენინებდნენ. განადგურებული სამხედრო ცენტრი, დაბნეული სამხედრო კომისია, არაერთსულოვანი და უნიათო დამოუკიდებლობის კომიტეტი, ღირდა კი აჯანყების დაწყება ასეთ სათუო ჟამს. მით უმეტეს ყველაფერი უარესისა და უარესისაკენ იხრებოდა. დამოუკიდებლობის კომიტეტი თავისას მოითხოვდა, მუხა გადაიდებაო და იზღა აკლდათ, რომ ქაკუცა ჩოლოყაშვილი დაედანაშაულებინათ მოუმზადებლობისა თუ გადამეტებულ სიფრთხილეში. ის ამიტომაც აღარ გაუმართავდათ დავაკამაც. შეფიცულთა ბელადი და მომხდარიყო მოსახდენი, ვითომ გადავადება რას პირდებოდა საიმედოს. იქნებ კიდეც უფრო გართულებულიყო პოლიტიკური რეალობა და დანანებით მოეგონებინათ ეს ხანა. მაშინ კიდევ შეიძლებოდა რაღაცისათვის მიგვეღწია. ახლა ხელფეხშეკრულნი ვართ და გასაქანი კი არ საითააო. 15 აგვისტოს დუშეთის ტყის მთავარ ბანაკთან უნდა თავმოყრილიყო მეამბოხეთა ლაშქარი და იქიდან დაძრულნი ქაკუცას ხლებოდნენ ნახშირ გორისა თუ წყლულეთის მიდამოებში. აქედან გაგზავნილი კაცები კიდეც მოიყვანდნენ დანიშნულ ალაგას, როგორც შეფიცულთა რაზმს, ისე მეამბოხეთა მთელ ნაკადს ელიზბარ ვაჩნაძის მეთაურობით ყოველ 20-ს თავთავისი უფროსი რომ ჰყავდათ, მიხეილ ნაცვლიშვილი, რაფიელ ერისთავი, მიხეილ ლაშქარაშვილი და ვალიკო ჯუღელის დაპატიმრების ამბავი უნდა შეიტყონ. ენია ჩხიკვიშვილსა და ვალიკო ჯუღელს ელოდეთო. ჰოი, რა რიხით ითვლევინებოდა პარიზიდან ემიგრანტული მთავრობა. გადამწყვეტი ჟამი ახლოვდებოდა და აჯანყება უამითოდ არ უნდა მომხდარიყო. და დამოუკიდებლობის კომიტეტსაც და ქაკუცა ჩოლოყაშვილსაც სცოდნოდათ, თუ ვინ უნდა ყოფილიყო ამ პოლიტიკური პროცესის რეალური წარმმართველი. ამათ აქ შავი სამუშაო შეასრულეს და ყოველგვარი პირობები მოამზადეს ამბოხების ბაირაღის ასაფრიალებლად. ყოფილი მთავრობის ხელშეწყობის გარეშე ხომ არ მომხდარა ეს სამზადისი. მათი დაპირებებისა და წაქეზების იმედად გაბედეს პარტიზანებმა ტყეში გასვლაც და რაზმების შექმნაც. ახლაც მათ მისჩერებიან მოლოდინის მზერით და აგერ კიდეც ნელ-ნელა გამოჩნდებიან ნოე ჟორდანიას ემისრები, რათა
ბრძოლის ხელმძღვანელობაც გადაიბირონ და ბოლშევიკების განდევნის შემდგომ მთავრობის ყოფილი მეთაური კვლავ დააბრუნონ ბაგრატიონთა ტახტზე მათი დაპირებებისა და წაქეზების იმედადო. ვაი რომ უფრო რეალური და სასიკეთო არც არაფერი მოუმოქმედებიათ და შავ ზღვაზე ჩამომდგარი ევროპული სამხედრო გემების ილუზიაც საპნის ბუშტივით გასკდა. და თვითონ ქაკუცა ჩოლოყაშვილის გავლენის ზრდის შესაჩერებლად ბოლშევიკებზე არანაკლებ ეს განდევნილი მთავრობა არ იღწოდა ჯერ კიდევ ხევსურეთის აჯანყების დროიდან მოკიდებული. ნეტა ხელი არ შეეშალათ შეფიცულთა ბელადისათვის და შემწეობას ვინჩივის. ხელი შეშლა ამჯერად კიდევ უფრო საბედისწერო და ტრაგიკული ვიდრე ხევსურეთის ეპოპეისას და არა მხოლოდ გაცილებით დიდი მსხვერპლით, არამედ რაინდული ჟამის ერდბაში მოთავებით. ამიერიდან წინააღმდეგობის მოძრაობა იატაკქვეშ რომ უნდა შეფარებოდა და როგორღაც ესულდგმულა უკეთესი ჟამის დადგომის მოლოდინში. 20 წლის თავზე ერთს ამათებურად გაიბრწყინებდნენ და გაიელვებდნენ 1942 წლის შეთქმულნი და სამანელები და ეს იქნებოდა და ეს ქაკუცა ჩოლოყაშვილის ჰეროიკული ხანის შორეული გამოძახილი. ჯერ კი ჩხიკვიშვილსა და ჯუღელს ელოდნენ. ორი დიდად გამოცდილი პარტიული მოღვაწე, ერთი თბილისის თავადნამყოფი და მეორე გვარდიის სარდლად. არაერთი წარმატებული ეპიზოდით რომ დამშვენებულიყო თვითოეულის ბიოგრაფია და ასეთი პიროვნებების გამოჩენას აჯანყების სუნთქვის მოახლოებისას თითქოს რა უნდა სჯობდეს. ის კი არა, იქით უნდა იხვეწებოდე, დროზე მოგვაშველეთ ასეთი გამოცდილი და გაბედული ადამიანები, ორგანიზატორული ნიჭითად დაჯილდოებულნი და არც არანაირ თავზე ხელაღებულ მოქმედებას რომ არ მოერიდებიანო. არამც თუ ხვეწნა დაბეჯითებით მოითხოვდა დამოუკიდებლობის კომიტეტი, არც ეგენი და არც სხვები არ გამოჩნდნენო. საგანგებოდ მიავლენდნენ კაც პარიზში, რათა ეს მოთხოვნა თუ რჩევა ეცნობებინა ნოე ჟორდანიასათვის. ვის იუკადრისებდა. როგორ თუ ასეთ უცნაურ პირობებს მიყენებთ? ეთყობა, ჩემთვის ფეხის ამოკვეთა მოუნდომებიათ ასე რიგად დაძრული პოლიტიკური პროცესიდან, რათა გამარჯვების დავლის განაწილებას ჩამომაცილონო და ერთსაც გამოგზავნიდა და მეორესაც. აბა თქვენ იცით როგორ მოავლებთ ხელს სადავეებსო. იმას თავისი ხელისუფლების დრო ახსოვდა, დემოკრატიზმს რომ ქადაგებდა და პოლიტიკურ პარტიებს მოღვაწეობას არ ურთულებდა, არც ბოლშევიკებს დევნიდა, მიუხედავად მათი მონდომების და მოწოდებებისა. სახალხო გამოსვლები გამოეწვიათ. აფხაზებისა და ოსების სახელით კი მაინც მოახდინეს აჯანყება, რომელთაგან ერთს გიორგი მაზნიაშვილი ჩაახშობდა, მეორეს კი ვალიკო ჯუღელი. ერთადერთი თავად აზნაურობასა და სამღვდელოებაზე არ ვრცელდებოდა ნოე ჟორდანიას დემოკრატიზმი. ისინი კანონ გარეშეც შერაცხილიყვნენ მის გონებაში და ამიტომაც ლამობდა ასე მიზან დასახულად, რომ მათთვის ადგილი არ დარჩენილიყო მენშევიკების მიერ აშენებულ საზოგადოებრივ პოლიტიკურ გარემოში.
ამიტომ თუ ბოლშევიკური ხელისუფლება გააგრძელებდა მის მიერ წამოწყებულ შევიწროებას თავად აზნაურობისა და სამღვდელოების, საწინააღმდეგო განა რა ექნებოდა? ცოტა მეტი თუ მოუვიდოდათ და შევიწროებას სასტიკ დევნადაც გადააქცევდნენ, თავიანთი საქმისა თვითონ იცოდნენ. დამხობილ ხელისუფლებას ამასთან აბა რა ხელი ჰქონდა, მაგრამ პოლიტიკურ პარტიებზეც რომ გადასულიყო ეს დევნა, ეს უკვე აღარ გაეგებოდა რა ხდებოდა, მაგრამ მაინც იმედოვნებდა შეზღუდავენ, თორემ აღკვეთიცაც ხომ არ აღკვეთენ, სააშკარაოზე გამოტანილ მიამბოხურ მოწოდებებსა და აგიტაციას არ მოუთმენენ. თორემ თუ თავშეკავებით იმოქმედებენ, ოპოზიციური საქმიანობის ნებართვას როგორ არ მისცემენო. კიდევ ვერ აღექვა რამხელა ჯებირი აღმართულიყო იმ საბედისწერო 25 თებერვლით. ის რაც მაინდამაინც მკაფიოდ არ მოჩანდა პარიზიდან, ისეთი თვალნათლივი გახლდათ საქართველოში მყოფთათვის, რომ დიდი ჩაღრმავება და განსჯა არ სჭირდებოდა, ხელის გულზევე იდო. ნოე ჟორდანიას რომ ეგონა პოლიტიკურ მოღვაწეთა დაპატიმრებას, უსათუოდ მოერიდებიან საერთაშორისო საზოგადოებრივი აზრის შიშითო. აქ ყველა ხედავდა, რომ ახალი მოწესენი აიმუნშიაც არ აგდებდნენ საერთაშორისო გამოხმაურებას და ოდნავადაც კი არ გადაუხვევდნენ არჩეული გზიდან. არჩეული გზა კი ისედაც სისასტიკის კიდევ უფრო გამწვავებას ჩააგონებდათ. ნუ თუ სამხედრო ცენტრის წევრთა დახვრეტასაც ვერაფერი შეეგნებინებინა გამდევნილი მთავრობისათვის. დამოუკიდებლობის კომიტეტი შეცვლიდა დადგენილ თარიღს და შეფიცულნი მიხვდებოდნენ, თუ რატომ შეაკავებდა დროებით მიამბოხეთა დენას ქაქუცა ჩოლოყაშვილი. ის უკვე გრძნობდა, თავიანთ მიერვე შერჩეულ თარიღს გადასინჯავენ, რამდენიმე ხნით გადაავადებენ, ჩემთვის კი შეუძლებელი გახდება ამდენი ხალხის მოტრიალება ამ პატარა ტყეებშიო. როდესაც ყველანი შეიკრიბებოდნენ, კიდეც უნდა აფრიალებულიყო აჯანყების დროშა. არადა თურმე უნდა იდგე და ელოდო, როდის გადაწყვეტს კომიტეტი ამბოხების დღის გამოცხადებას, თითქოს ამდენ ადამიანს პატრონობა არ უნდოდეს შეუფერებელ პირობებში. დიდძალი მიამბოხისათვის ის ტყეები ერთბაშად პატარავდებოდა, შეფიცულთა რაზმისათვის კი სწორედად ჩინებული ასპარეზი რომ გახლდათ. შემეცნებით საგანმანათლებლო პროექტი რადიო კინო მზადდება სტუდია კოცის ბაზაზე. პროექტის ხელმძღვანელი კობა ცხაკაია.